საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. კომიტეტის წევრებმა შეხვედრა უკვე გამართეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. რა საკითხები განიხილეს შეხვედრებზე, ამას ანუკი ჩხიკვაძე გვეტყვის. უკვე მეორე დღეა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრები ჩვენს კითხვას პასუხს არცემენ, გმობს თუ არა პასე საქართველოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს შტურმს პრეზიდენტის სასახლესა და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობას. ისინი პასუხობენ, რომ მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ ამ საკითხთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. პასეს მონიტორინგის ჯგუფი უკვე შეხვდა პარლამენტისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებს. შეხვედრაზე მათ შორის ქართული მხარის მხრიდან დაისვა საკითხი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია შტურმი სახელისუფლებო ინსტიტუტებზე და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, თუმცა ამ შეხვედრის ფარგლებშიც პასეს წარმომადგენლობას საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. თუმცა პასეს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ჰქონდა კონკრეტული კითხვები, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში ბოლო პერიოდში მიღებულ კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით, რაზეც ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული და მოქმედებს, არის საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული და ამ კუთხით არის საუკეთესო საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკა გათვალისწინებული. ასევე კითხვა დაისვა ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტთან დაკავშირებით პარლამენტში, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებით მოხდა, რომ მათი პოზიცია ისინი არ მონაწილეობენ საპარლამენტო ცხოვრებაში, რადგან ისინი იყვნენ რევოლუციის იმედად, რომელიც რომლის მოწყობასაც ბოლო პერიოდში აპირებდნენ და რომელიც ჩააბარდა. ასევე ქართულმა მხარემ განმარტა, რომ საქართველო რჩება საკუთარი არჩევანის ევროინტეგრაციის ერთგული და ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. პასეს წარმომადგენლობა უკვე შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც, ისინი ამბობენ, რომ მათ შორის ისაუბრეს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებით ისაუბრეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე? მადლობა, არ მაქვს განცხადება, არ მაქვს კომენტარი. დიდი მადლობა. შეეხო თუ არა საუბარი 4 ოქტომბრის მოვლენებს? არ მაქვს კომენტარი. მადლობა. გმობთ 4 ოქტომბრის ძალადობას? No comments. შეგიძლიათ გითხრათ, რა ესაუბრეთ პარლამენტის თავმჯდომარეს? დაგმეთ თუ არა 4 ოქტომბერი? არა, არასდროს ვაკეთებ კომენტარს ასეთ ვიზიტებზე. ჩვენ მათ ძალიან ნათლად აუხსენით, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიცია. ჩვენ ეს კანონი მივიღეთ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არანაირად არ არღვევს არც ერთ უფლებას, რომელიც არის ჩამოთვლილი, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ამიტომ ჩვენ მათ ნათლად უთხარით, რომ ეს კანონი გასაჩივრებულია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე გასაჩივრებულია სტრასბურგშიც. ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რამაც გამოიწვია ამ ქვეყანაში სამწუხაროდ პოლიტიკური პროცესის დაზიანება, ინფორმაცია მივაწოდეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უკვე დეტალურად არიან საქმის ყურში იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით 4 ოქტომბრის გარშემო განვითარდა ამ ქვეყანაში. როგორც უკვე გითხარით, როგორია პასეს პოზიცია 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამაზე მონიტორინგის ჯგუფი არ საუბრობს და საკუთარ პოზიციას მედიასთან არ აფიქსირებს. დღესვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფი შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებსაც. ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბოლო ბერკეტი